მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ისევ მომავალზე გაშლა გვექნება, ამიტომ დაჯექით იფიქრეთ თქვენს თავზე, გადაყარეთ დანარჩენი ყველა ფიქრები და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. ჩემო კარგო, ვხედავ აქ გვირგვინი გადგას. ყველა რო გაქებს, მადლობასაც რო გეუნებიან, თითქოს ის ქალბატონი ხარ. ძლიერი ადამიანი ხარ და ამიტომ არ დაყარო ფარხმალი. ნახოთ აბა, რა მდგომარეობა გაქვს, რა პრობლემა გაქვს. პრობლემა ეგ არის, ჩემო კარგო, ოჯახზე ფიქრები გაქვს. ძალიან დიდი ღელვები გაქვს. და რა არის, იცი, ოჯახის ბედნიერებაზე კი ფიქრობ, მაგრამ სულ იჭვები და რაღაცა ცუდი ფიქრები მოგდის. ყოველთვის რაღაც ცუდი გეფიქრება. კიდე რა ხდება? ძალიან ბევრჯერ შეიძლება ბრაზობდე. ბევრი რამე გინდა რო თქვა, გინდა რო იყვირო, გინდა რო იჩხუბო. მაგრამ აი ყელში გახჩობს რა, არ ამბობ რაც გინდა იმას, ან ვერ ამბობ. რაღაცა ძალიან დიდი უნდობლობა გაქვს და ამ დროს ძალიან ღრმად შეიჭრები ხოლმე, ნუ ღრმად შედიხარ. მაგრამ ნუ გეშინია, შენ ისეთი ძლიერი ხარ, მაინც როგორ დაიჭირო დროშა და წინ როგორია რომ მაგაზე ფიქრობ. კი, უნდობლობა და ყოველთვის რაღაცაზე ეჭვი გეპარება. ცოტა ფრთხილად იყავი, რაღაცა ფინანსურ საქმეზე, ფულზე იყავი ძალიან ფრთხილად. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა როგორი ნეგატივებით მოხვედი. თქვი ისევ შენი სახელი და ვნახოთ როგორი ნეგატივები გაქვს. ისეთი ძლიერი ხარ, რასაც ფიქრობ, ყველაფერი მართალია. ძალიან ბევრჯერ ღრუბლები წასულა შენ ცხოვრებაში, ამოგისუნთქია, შეიძლება რაღაცა თანხაზე, ფინანსებზე, მაგრამ რა არის, იცი, ჩემო კარგო, მაინც ძირი ვერ გაამაგრე. ეს ძირი შეიძლება იყოს ოჯახის, სახლის, ან შეიძლება აქ რას მიჩვენებს კიდე, ფრთხილად იყავი ჯანმრთელობაშიო. კარგი, ნახოთ კიდე რა ხდება. მამაკაცი ამოგივიდა. იცოდე მტერიც ამოგივიდა, შენ სიყვარულში მამაკაციც თუ ყავს, იცოდე ფეხზე დადგომილი მტერი ყავს. რას გეტყვი, ჩემო კარგო, იცი? აი შენ რომელიც გასაღებიც გიჭირავს ხელში, ან გინდა რომ გახსნა ამ გასაღებით, წარმატებას ახლი, მანქანა, რასაც ფიქრობ. ამის თაობაზე ძალიან დიდი უშანსობას ვხედავ. ამაზე იყავი ფრთხილად. კიდე რა ხდება? ჯერ ერთი მამაკაცს საერთოდ თითქოს აღარ ენდობით და ყოველთვის და ხშირად გაქვთ რაღაცა ნერვიულობა. კარგი, ნეგატივი კიდე როგორი გაქვთ? ნეგატივი მარტო ამას მიჩვენებს, ჩემო კარგებო, რომ უბრალოდ შეიძლება თვალი გქონდეთ, ძალიან მალე რაღაცით იჭედებოდეთ, ცოტა არ იყოს უშანსობა გაქვთ, მაგრამ გეუნები, შენ ყოველთვის ბრძოლაში ხარ და გინდა რომ ყოველთვის გახტე ლიდერი. კარგი, ვნახოთ კიდე რა ხდება. რაც აქამდე გაგეკეთებია, თითქოს ყველაფერი წყალში ჩაგეყარა. შედა გამოგდის, ჩემო კარგო, ან სახლი, ან მიწის ნაკვეთი, შეიძლება გაყიდვა მოგიწიოს, რან რაღაცა თანხა შემოგივიდეს, ასეთ რაღაცას გვიჩვენებს აქ.
მოუფრთხილდი ნერვიულობას და ჩხუბს, ჩემო კარგო. რა გელოდება მაშინ? ცოტა განცდები და ძალიან ფრთხილად იყავი. მზად არიან უკვე როგორ მოგიტანონ ნეგატივი. უყურეთ. მზად იყავით. აუცილებლად ვიღაცა აპირებს თქვენზე რაღაცის გაკეთებას და შეიძლება ყველაფერი შანსები ამოგიბრუნდეს. ამჟამად ვნახოთ რა მდგომარეობა გაქვს. შენ თვითონ უნდა შეიცვალო, რომ წინ წახვიდე, თუ არა და დიდ დაზარალებას ვხედავ, რას გაფრთხილებს კარტი. ძალიან დიდი შანსები გაქვს მომავლისთვის, მაგრამ იყავი ფრთხილად. ვარსკვლავი არ მოგივიდა, ჩემო კარგო, შანსები გაქვს, მაგრამ უნდა გაიკეთო შენ თავზე დაცვა, ან ხშირად რაღაცა გაწმენდები, ან გაიკეთე თილისმა, იმიტომ რომ ნეგატივი ძალიან ჩქარა მოგდის. კარგი, მოდი ვნახოთ 36 კარტში რა გელოდებათ. თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და კითხე კარტს, რა გელოდება? აი, შენ სურვილებში. და დავიწყოთ. გულში ძალიან დიდი ბედნიერი კარტი ამოგივიდა, ჩემო კარგო. შენ მალე სურვილის შესრულება გექნება, 2 ნაჭერი ფული შემოგივა. აქეთ მხარეზე ასე ვხედავ, მეორე მხარეზე რავს ვხედავ. ვიღაცა მამაკაცია, შეიძლება თქვენი მეუღლე იყოს, ან ვიღაცა უფროსი მამაკაცი, დიდი სიხარული ელოდება ახალგაზრდა გოგონასთან ერთად. შენი ნერვიულობა, ყველა პრობლემები წავა, ჩემო კარგო. შენ ძალიან დიდი ღმერთის წყალობა ამოგივიდა. სადღაც გზა მაგიდა და დიდი სიხარულიც გელოდება. კაზიონის სახლიც გელოდება და რაღაცა ახალი ამბავი ან ნაკეციც გელოდება. მაგარი კარტი გაქვს. მომავალი სხვათა შორის ბრწყინვალე გაქვს. თავარია თავი დაიცვა. ნახოთ კიდე რას გვეტყვის კარტი. ამჟამად სხვათა შორის ამ დღეებში, ამ მოკლე ხანებში რაღაცა უნდა გაგიპოსტავდეს იცოდე. ცოტა არ იყოს შიშით დადგები ამ გაპოსტავებაზე. მაგრამ ნუგიშინია ცვლილება მაინც გელოდება, ან შეიძლება ადგილის ცვლილებაც მოგიწიოს. ამ დღეებში თუ რამეს ელოდები, ჯერჯერობით პოსტაში დგეხარ. ნახოთ კიდე. მზად იყავი, რაღაცა მოულოდნელობა გელოდება ვიღაცა ქალბატონიდან. ქალბატონი ამოგივიდა მოულოდნელად. ამ წუთას თითქოს გულგატეხილი დგეხარ, რაღაცა გაპოსტავებული დგეხარ. აქ ამოგივიდა ახალგაზრდა ბავშვი ბიჭი, ახალგაზრდა პიროვნება. თითქოს ამ პიროვნებასთან რაღაცა ლაპარაკი და ცოტა არ იყოს დარდით დაგიდგება ეს ახალგაზრდა ბიჭუნა. შენ წარმატება გელოდება, ფული გელოდება აქაც. ძალიან ბევრს ჯავრობ, ძალიან ნერვიულობ. მაგრამ ნუგიშინია, ყველაფერი შეიცვლება. ცვლილება გელოდება, ჩემო კარგო. ახალგაზრდა ბიჭუნას რაღაცა უნდა, თითქოს რაღაცა ჩაფიქრებული აქვს, მაგრამ ჯერჯერობით პოსტაში დგას, შეჩერებულია. შენ ძალიან გულგატეხილი ხარ, მაგრამ ეს პრობლემებიც წავა.
შენ რა დაგრჩა? აუცილებლად ვიღაცა ქალბატონთან ლაპარაკი გელოდება. შეიძლება რაღაცა ქონებაზე იყოს, ან სახლზე იყოს ლაპარაკი, ან მანქანაზე იყოს ლაპარაკი, რაღაცა ასეთი ლაპარაკი და ფული გიჩანს, ჩემო კარგო. რაღაცა ცვლილება აუცილებლად გექნება. სასიკეთოდ. ეს ერთი თვის განმავლობაში, ჩემო კარგო, ერთი თვის განმავლობაში, ან ერთი თვის მერე, ცოტა არ იყოს ფულზე გექნება დარდი და განცდა. რაღაცა ავადმყოფური განცდას ვხედავ თანხაზე. ამაზე იყავი ფრთხილად. ფულს მოუფრთხილდი. ოხოხოხო. ამჟამად ისეთი რაღაცა გაბრაზებული, გაღიზიანებული არეულს გხედავ, ჩემო კარგო, მაგრამ ნუ ნერვიულობ. ეს ყველაზე ბევრი ერთი თვე, ორი თვე. მერე და მერე წახვალ წინ. ისი ფული გიჩანს, ფული ამოდის, მაგრამ მიდის, არ გიჩერდება. ამჟამად, როგორც გითხარით, ცოტა სანერვიულოდ ამოხვედით და მოუფრთხილდით თქვენ თავს. ახლა თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად არ დაგავიწყდეს დაგულება. თუ პირადი კონსულტაცია გსურს, დამირეკე 557 64 38 81. შეგიძლიათ WhatsApp-ში, Viber-ში დამიკავშირდეთ. ნახვამდის.